ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის თანახმად ზუგდიდის საზოგადოებისთვის სამომთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ფასების ზრდის და ინფლაციის აქტუალურობის მაჩვენებელი დაბლა იწევს. გამოკითხულთა 70% პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას, 43% ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ხოლო 47% ხელფასებს ასახელებს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც 6299 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. თუმცა ზუგდიდის ოლქის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ქალაქში უკეთესი მდგომარეობაში იმჩნევა. კვლევის დროს დასმულ კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 75%-მა დადებითი პასუხი გასცა, რაც NDI-ის მიერ 2012 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევების შედეგებთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევების შედეგებთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ის შედეგები, თუ რომელი მედია ორგანიზაციების წყალობით იგებს საზოგადოება ინფორმაციას. პირველ ადგილზე ისინი ტელევიზიებს აყენებენ. რეგიონალურ ტელევიზიებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზე ტელეკომპანია ოდიში, ხოლო მეორე ადგილზე ფოთის მეცხრე ტალღა დასახელდა.